მოგესალმებით. ევროკავშირი არის გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკური პროექტი, ზესახელმწიფოებრივი და ზეეროვნული სტრუქტურებით. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს და ნიდერლანდებში პოლიტიკური პროცესის ამის ერთ-ერთი მაგალითია. ნიდერლანდებში მსოფლიოში პირველებმა აღიარეს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. დღეს მათ გეი პრემიერ-მინისტრი ხავთ, უпростоრად ძალიან მალე ეყოლებათ. რობ იეტენი მთავრობის ფორმირებას შეძლებს და პრემიერ-მინისტრი გახდება. ისიც ზუსტად ისეთივე მარიონეტი იქნება Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის ხელში, როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი, მისი ევროკომისრები და ევროკრატები არიან. საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან ბევრს გონია, რომ ევროკავშირში LGBT იდეოლოგია ნებაყოფლობითია და არავინ არავის არაფერს აძალებს. ბევრს ჯერ კიდევ გონია, რომ არალეგალური მიგრაციაც ისეთი დიდი პრობლემა არ არის, როგორც ამას ამბობენ. ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ ევროპა ისეთივე მიმზიდველია, როგორც 2000-იანი წლების დასაწყისში იყო. მაგრამ ასე აღარ არის. დღეს ევროკავშირი გადაქცეულია პოლიტიკურ ორგანიზაციად, რომელიც ებრძვის ყველაფერს, რაც ასოცირდება ტრადიციულ ღირებულებებთან, ეროვნულ ინტერესებთან, ეროვნულ იდენტობასთან, ქრისტიანობასთან და სახელმწიფო ინტერესებთან. ბრიუსელის ბიუროკრატია და მისი მმართველი Deep State, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, ცდილობს ევროკავშირში ერთობის ილუზია შექმნას. ისე ცდილობენ ვითარების წარმოჩენას, რომ ბრიუსელის ანტიეროვნულ პოლიტიკას ყველა ასე არაფასებს და მეტიც. უმრავლესობა ფონ დერ ლაიენის დიქტატურის დამყარებას მხარს უჭერს. ასეთი სქემებისთვის იყენებენ ისეთ პირებს, როგორიც რობ იეტენია, ნიდერლანდების მომავალი პრემიერ-მინისტრი. სამთავრობო დოკუმენტში იეტენი და მისი მომხრეები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების წესი და იმ ქვეყნების ლიდერები, ვინც ევროსკეპტიკოსები არიან, დაისაჯონ. პირველ რიგში ვთქვათ ის თუ რაში გამოიხატება დღეს ევროპელი მემარჯვენეების ევროსკეპტიკოსობა. ევროსკეპტიკოსობა გამოიხატება იმაში, რომ ეწინააღმდეგებიან არალეგალურ მიგრაციას, LGBT იდეოლოგიასა და ევროპის ეროვნული იდენტობის გაქრობას. სულ ეს არის. მაგრამ რობ იეტენისთვის, მომავალი გეი პრემიერისთვის, ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიუღებელია, ისევე როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, მისი ევროკომისრებისთვის, ბრიუსელის ბიუროკრატიისა და სხვა ევროსტრუქტურებისთვის. ისინი Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დაკვეთებს ასრულებენ. მიგრაციის საშუალებით ევროპელი მოსახლეობის ჩანაცვლების პოლიტიკას ატარებენ. LGBT იდეოლოგიის დანერგვით ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ იბრძვიან და ეროვნული იდენტობის სრულად გაქრობას უხთ. ამ ფონზე არ არის გასაკვირი, რომ რობ იეტენმა ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგ დაიწყო პროგრამის შედგენა. ნიდერლანდებში სურთ, რომ ამ ორ ქვეყანას და ნებისმიერ სხვა ევროსკეპტიკოს ჩამოერთვას ხმის უფლება და შეუჩერდეს ევროკავშირის დაფინანსება. პრინციპში ეს გზავნილი ურსულა ფონ დერ ლაიენის ბოლო განცხადებებსაც უკავშირდება. ფონ დერ ლაიენი ბოლო პერიოდი ხშირად საუბრობს იმაზე, რომ ევროკავშირში უნდა გაუქმდეს კონსენსუსის წესი, რომ კონსენსუსით გადაწყვეტილებების მიღება ერთსულოვნების ბორკილებია და უკეთესი იქნება, რომ კვალიფიციური უმრავლესობით ხდებოდეს მოქმედება. არადა ვეტოს უფლების ჩამორთმევა წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირის პრაქტიკულ დასასრულს ნიშნავს. სწორედ ვეტოს უფლება ქმნის ევროკავშირის პატარა ქვეყნებისთვის იმის გარანტიას, რომ მათი სახელმწიფოებრივი ინტერესები არ დაზარალდება. გიორგი მდივანის სიუჟეტში ნახავთ რობ იეტენის დაპირისპირებაზე სლოვაკეთთან და უნგრეთთან. ჩვენ ყველას ამდენი ხანი გვეგონა, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ Deep State-ის მიერ მართულ ევრომარიონეტებს სურთ, რომ ძალაუფლება მხოლოდ ბრიუსელის დამანგრეველი პოლიტიკის მხარდამჭერების ხელში იყოს კონცენტრირებული. ვინც საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ბრიუსელიდან მიღებულ დირექტივებს, ევრობიუროკრატები მათ უპირისპირდებიან და პოლიტიკური ველიდან გარიყვას ცდილობენ ძალის და დაშინების ენით. უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირის პატრიოტული ბანაკის წარმომადგენლები არიან. მათი ლიდერები ვიქტორ ორბანი და რობერტ ფიცო ხშირად უპირისპირდებიან ბრიუსელის მავნებლურ ინიციატივებს. ამის გამო ისინი ხშირად არიან ევროინსტიტუტების მხრიდან შეტევის ობიექტები. მათ ევროკავშირის ბიუჯეტიდან თანხების გაყინვით აშანტაჟებენ. ახლა კი საქმე იქამდე მივიდა, რომ ევრომარიონეტებს ამ ორი ქვეყნის ჩახსნა სურთ ფორმალური დემოკრატიული პროცესიდან. რამე თუ დემოკრატია ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ვერტიკალში უკვე დიდი ხანია აღარ იძებნება. მაგრამ ოფიციალურ ბრიუსელს სურს, რომ ამ ორი ქვეყნის პოზიცია ევროგაერთიანების ფიქციური პროცესებიდანაც გაქრეს. ამჯერად სლოვაკეთის
პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ნიდერლანდების მთავრობა დაადანაშაულა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაში. Nova holandská vláda. ჰოლანდიის ახალი მთავრობა თავის საპროგრამო განცხადებაში პირადად სლოვაკეთზე აკეთებს აქცენტს. ჩვენ ევროსკეპტიკურად ვართ განწყობილნი. არ უსმენთ და საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ განსხვავებული აზრი გქონდეს ქორწინებასთან დაკავშირებით. და იმ ლიდერების მიმართ, რომლებიც სლოვაკეთის სახელმწიფოს სამართლებრივი სტატუსის კრიტიკას ეწევიან. და ალბათ უნდა დაგვსაჯონ ამისთვის. ან თუნდაც უნგრეთისთვის მეტი ყურადღების მიქცევისთვის. მაგალითად, ხმის მიცემის უფლების გაუქმებით. ნიდერლანდების ახლად არჩეული მთავრობა, რომელიც ლიბერალების და ქრისტიან-დემოკრატების კავშირია და რეალურად უმცირესობის მთავრობაა, პარლამენტში 150 ადგილიდან მხოლოდ 66 ფლობს. ეს თანამედროვეობაში ნამდვილად იშვიათობაა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ისინი უმრავლესობის კოალიციას ვერ ქმნიდნენ, მათ უმცირესობის მთავრობა აირჩიეს, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა პარტიების ხმების მომხრობას გულისხმობს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერანაირ ცვლილებას ვერ გაატარებენ. აი ასეთი ფსევდომთავრობა, რომელიც საკუთარი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას ვერ აგროვებს, სხვა ქვეყანაზე იწევს და მათ ემუქრება. ძაღლი შინარ ვარ გოდაო, სანადიროდ გარბოდაო. ნიდერლანდების მყიფე მთავრობის კოალიციურ შეთანხმებაში არის ერთი ძალიან კონტროვერსიული პუნქტი, სადაც საუბარია სრულზე, რომ დაფინანსება და ხმის მიცემის უფლება ჩამოართვან იმ ქვეყნებს, ვინც ევროსკეპტიკურად არიან განწყობილნი და პირდაპირ დასახელებულია უნგრეთი და სლოვაკეთი. ჩვენ მკაცრად მოქმედებთ იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც აქტიურად ძირს უთხრიან ევროპას, როგორიცაა უნგრეთი და სლოვაკეთი, მეშვიდე მუხლის პროცედურის გამარტივებით, რაც გააიოლებს ქვეყნებისთვის ევროკავშირის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას. უნგრეთი დაკარგავს წვდომას ევროპულ ფონდებზე. ევროპაში ჩვენ ვიბრძვით საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გადაწყვეტილებებში ერთსულოვნების დასრულებისთვის. კი, მაგრამ ასეთი გამალებით რატომ ცდილობს რობიეტენის ახლად დამტკიცებული მთავრობა Deep State-ს მოვაწონოს თავი და ბრიუსელის პოლიტიკის მოწინააღმდეგეებს დაგეშილი ძაღლივით რატომ უღრეთს? დავალებული არიან Deep State-ისგან თუ სხვა რაიმე მიზეზია? რობიეტენი ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დიქს ხობს შეცვლის. ნიდერლანდების ახალი პრემიერი ღიად გეია. შეგვიძლია დაშვების დონეზე ვივარაუდოთ, რომ ნიდერლანდების პრემიერს პიროვნული ზიზღი და შურისძიების სურვილიც ამოძრავებს იმ ევროპელი ლიდერების მიმართ, ვინც LGBTQ პროპაგანდის წინააღმდეგ საკუთარ აზრს გაბედულად აფიქსირებს და საკუთარ ქვეყანაში ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებაზე უარს ამბობს. არის მეორე მიზეზიც. სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა სახელწოდებით უცხოური ცენზურის საფრთხე ნაწილი მეორე. ევროპის 10 წლიანი კამპანია გლობალური ინტერნეტის ცენზურისთვის და როგორ აზიანებს იგი გამოხატვის თავისუფლებას შეერთებულ შტატებში. იქ ევროკავშირი დადანაშაულებულია 6 ევროპული ქვეყნის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში. როგორც ირკვევა, არჩევნებში ჩარევა ევროკომისიისთვის ჩვეული პრაქტიკაა. 2023 წლიდან მოყოლებული ევროპის 6 ქვეყანაში გამართული სულ მცირე 8 არჩევნების წინ ევროკომისია ხვდებოდა სოციალური მედიის პლატფორმების წარმომადგენლებს, რათა მათზე ზეწოლა მოეხდინა პოლიტიკური განცხადებების ცენზურის მიზნით კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე. ერთ-ერთი ქვეყანა კი სწორედ ნიდერლანდებია, სადაც ევროკრატია მაქსიმალურად ცდილობდა კონსერვატიული მედია პლატფორმები არჩევნების წინ შეეზღუდა, რათა ხერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიას გამარჯვება არ მოეპოვებინა. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა ნიდერლანდებში ცენზურის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. სხვა საკითხებთან ერთად ანგარიში მოხსენიებულია მრგვალი მაგიდა, რომელიც გასული წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შედგა. ის ორგანიზებული იყო ნიდერლანდების მომხმარებელთა და ბაზრის ორგანოს მიერ, რომელიც პასუხისმგებელია ნიდერლანდებში ციფრული სერვისების აქტის DSA-ის ზედამხედველობაზე. ანგარიში შეხვედრას ცენზურის მცდელობად წარმოაჩენს და დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის Bits of Freedom და Justice for Prosperity ცენზორებს უწოდებს დამატებითი ახსნა განმარტების ევროკავშირის ჩარევამ ნიდერლანდების 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში ევროცენტრისტული დემოკრატების 66-ის სასარგებლოდ და კონსერვატიული თავისუფლების პარტიის საწინააღმდეგოდ იმუშავა. თუმცა ორივე ამ პარტიამ ხმების 17%-მდე დააგროვა. ასე რომ ნიდერლანდების ახლად გამოჩეკილ პრემიერ-მინისტრს რობიეტენს სურს, რომ Deep State დახმარებისთვის ვალი დაუბრუნოს და მაქსიმალურად იაქტიუროს შიდა ევროპულ ასპარეზზე, იმის მიუხედავად, რომ საკუთარ ქვეყანაშიც კი არ გააჩნია საკმარისი ლეგიტიმაცია. რობერტ ფიცომ ჰოლანდიელ ვიზავი შეუთვალა, რომ თავის ქვეყანას მიხედოს და თავი შეიკავოს სუვერენული ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისგან. Takže holandský politický ჰოლანდიელო პოლიტიკოსო მეგობრებო, თქვენ გაქვთ სახიფათო მიდრეკილება ჩაერიოთ სხვა ქვეყნების სუვერენულ შიდა ინტერესებში. ჩვენ ამას სლოვაკეთში არ ვაკეთებთ. იბრძოლეთ ქორწინებისთვის და აღიარეთ 70 გენდერი. ეს თქვენი შიდა საქმეა, მაგრამ სხვა ქვეყნის დადანაშაულება სუვერენული ლეგიტიმური შეხედულებების გამო წითელი ხაზის გადაკვეთაა. სუვერენული სახელმწიფოების დასჯა სუვერენული შეხედულებების გამო ჯანდაბისკენ მიმავალი
გზაა. თუ ვინმე ასეთ პოლიტიკას წამოწევს, ეს მთელ ევროკავშირს საფრთხეს შეუქმნის. იდეა, რომ დაასრულებთ ვეტოს უფლებას ევროკავშირის ფუნქციონირების არსებით საკითხებში და რომ დიდი ქვეყნები გადაწყვეტენ უმრავლესობით და ამასთან უმცირესობითი მმართველობით, არასწორია და გამოიწვევს ევროკავშირის კოლაფსს. ევროკავშირის შექმნის დღიდან წევრი ქვეყნების ვეტოს უფლება ისეთ სფეროებში, როგორიცაა საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთი ქვაკუთხედი იყო, რითაც ევროგაერთიანების წევრების ფუნდამენტური უფლებები უნდა ყოფილიყო დაცული, ყოველ შემთხვევაში ქაღალდზე. ვეტოს უფლება იმის გარანტი იყო, რომ არც ერთი ქვეყანა არ იქნებოდა იძულებული საკუთარი ეროვნული სუვერენიტეტის საწინააღმდეგო პოლიტიკა გაეტარებინა. ანუ იძულებული ყოფილიყო ისეთ რაღაცას დათანხმებოდა, რაც რომელიმე ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. ახლა კი როგორც ჩანს, ევროკავშირს იმ პრინციპებზე სურს უარის თქმა, რაც ამდენი ხანი უმნიშვნელოვანესი იყო. Deep State-ის მიერ მართული ევრობიუროკრატია იძულების მეთოდებზე გადადის და დაშინებით ცდილობს ოპოზიციის და განსხვავებული აზრის დაძლევას. ევროკავშირის ხელშეკრულების მეშვიდე მუხლი კი, რაზეც ნიდერლანდების უმცირესობის მთავრობა აპელირებს, ევროკავშირის წევრობის შეჩერებას გულისხმობს იმ ქვეყნებისთვის, ვინც სერიოზულად და სისტემატურად არღვევენ იმ პრინციპებს, რაზეც ევროკავშირი იყო დაფუძნებული. თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი მშვიდობის შენარჩუნება და კონფლიქტების თავიდანაცილება იყო. შესაბამისად, დღეს თუ ვინმე არღვევს ევროკავშირის ძირითად პრინციპებს, ეს პირველ რიგში ის ქვეყნები არიან, ვინც დაუფარავად და აგრესიულად ცდილობენ უკრაინის ომის გაჭიანურებას. უნგრეთის და სლოვაკეთის მთავრობები კი პირიქით, იმ მცირე რიცხოვან ევროპულ ქვეყნებს მიეკუთვნებიან, ვინც მშვიდობას უჭერენ მხარს. Deep State-ის მიერ მართული ევრომარიონეტები ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად აჟღერებენ ვეტოს გაუქმების სურვილს. კაია კალასი ამბობს, რომ ვეტო უნდა გაუქმდეს და წევრებმა მიატოვონ ეროვნული მიდგომები. უნგრული ფიდესის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპარლამენტარი კინგა გალი მიიჩნევს, რომ ვეტოს უფლების გაუქმება ევროკავშირის დაშლისკენ უბიძგებს. ერთსულოვნება და ეროვნული ვეტო ჩვენი სუვერენიტეტის აუცილებელი გარანტიებია. მათი გაუქმება წევრი სახელმწიფოებისთვის მათი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას ნიშნავს. ეს ძირს უთხრის მათ სუვერენიტეტსა და ეროვნულ ინტერესებს. ეს არ გააძლიერებს ერთიანობას, ის ძირს უთხრის ერთიანობას და ევროკავშირს დაშლისკენ უბიძგებს. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენ არ მივცემთ სხვებს იმის უფლებას, ჩვენს მაგივრად გადაწყვიტონ. ნიშანდობლივია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ევროკავშირში ყველაზე ახლო ურთიერთობა იმ ორ ქვეყანასთან აქვს, ვინც ბრიუსელის მხრიდან შეტევის და თავდასხმის ობიექტია. ეს კარგად გამოჩნდა იმითაც, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ ამ ორ ქვეყანას ესტუმრა, უნგრეთს და სლოვაკეთს, რითაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა შეერთებული შტატების მხარდაჭერა ვიქტორ ორბანს და რობერტ ფიცოს. არადა კომიკურია, რომ ევროლიბერალები ორბანს და ფიცოს პრორუს პოლიტიკოსებად მოიხსენიებენ. რეალობა იმგვარია, რომ ისინი დონალდ ტრამპის მთავარი კონსერვატორი მოკავშირეები არიან ევროპაში. ამას დასავლური მედიას აღიარებს. ფრანს 24 მარკო რუბიოს ვიზიტს სლოვაკეთში და უნგრეთში შეერთებული შტატების ურთიერთობის გამყარების მცდელობად აფასებს ამ ორ ქვეყანასთან. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კვირას ორდღიანი ვიზიტი დაიწყო აღმოსავლეთ ევროპაში, რაც სლოვაკეთთან და უნგრეთთან ურთიერთობის გამყარებისკენაა მიმართული, რომელთა კონსერვატორ მთავრობებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან მჭიდრო ურთიერთობები აქვთ ევროკავშირში მათ პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად. როგორც ვხედავთ, ერთ დროს მშვიდობის შენარჩუნების და დემოკრატიული ფასეულობების დაცვის მიზნით შექმნილი ევროკავშირი ახლა მის სრულ ანტიპოდად იქცა. ევროკავშირი დღეს ომის მხარესაა. ევროკავშირი დღეს იძულების და დაშინების გზას ირჩევს. კონსტრუქციული და განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგის მაგივრად. თუ საკუთარ წევრ უნგრეთს და სლოვაკეთს ევროკრატია ასე უსამართლოდ და აგრესიულად ეპყრობა, მაშინ ევროკავშირის არაწევრი საქართველოს მიმართ მათი იმპერატიული ტონი და უსაფუძველო დამოკიდებულება მით უმეტეს უფრო გასაგები ხდება. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ნიდერლანდების მომავალი პრემიერის იდეებს ბრიუსელის ბიუროკრატიაში მხარდაჭერა ექნება. მეორე არის ის, თუ რამდენად გადაიზრდება ეს მხარდაჭერა რეალურ ქმედებაში. ბოლოსაბოლოს დღეს ევროკავშირში ბევრი ხედავს, რომ ბრიუსელი სულ უფრო აძლიერებს თავის დიქტატს და ასეთი რეჟიმის შექმნა წევრი ქვეყნებიდან ბევრს არ მოსწონს. მიზეზები კი ყველას თავისი აქვს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.